გავაგრძელოთ და გადავიდეთ უკვე კოდის მომზადების ნაწილზე, წვეტების შემთხვევაში. ეს არის ჩვენი ძველი დაწერილი კოდი და აქ რომ ყველა ის რეგისტრი გავაკეთოთ და გავწეროთ, რომლებიც გვინდა, დაგჭირდება სტარტაპ ფაილი. სტარტაპ ფაილზე ადრე ვილაპარაკე, რომ აი არის დეფოლტად არ ქმნის და დაგჭირდება ან ჩვენი სტარტაპ ფაილი რო შევქმნათ და შემოვიტანოთ პროექტში, რომელიც ამის შექმნა ცალკე მიმართულება და კურსი არის ფაქტიურად და ჩვენ შეგვიძლია უკვე მზა სტარტაპ ფაილი გამოვიყენოთ. მზა სტარტაპ ფაილი შეუძლია მოგცეს მაგალითად STM_Cube MX-მა, STM_Cube ID-მ, Kale-მა და ნუ სხვები არ ვიცი, ეს სამი ძირითადი არის ესეთ ჩაშენებულ სისტემებში, რომელიც მაგალითად მე ან ცნობილი არის ისედაც და გამოიყენება. მოკლედ ეს არის Cube MX-ი, ახლა შევქმნი ახალ პროექტს და თან გაჩვენებ თუ რაზე არის საუბარი. სანამ კოდის წერას დავიწყებთ. ესე იგი, აქ გავხსენით, აქ დაფავორიტებული მყავს ეს კონტროლერი, გავხსნათ. ეს არის ყოველგვარი კონფიგურაციის გარეშე გადავდივარ პროექტების მენეჯერში, მაგალითად course ან დავარქვათ interrupt test. შევქმნათ პროექტი, მისამართი მივუწითოთ, EDR მის იყოს და დავაგენერიროთ ეს კოდი ჩვენ. მოკლედ არანაირი კონფიგურაცია არ გაგვიწერია, უბრალოდ შევქმნით სერიალი პროექტი. გავხსნათ შესაბამისი ფოლდერი და ფოლდერიდან გავხსნათ აი ეს პროექტი. აქ ვერსიებზე არის მგონის warning-ი. მოკლედ ეს არის ჩვენი პროექტი. აქ კონფიგურაცია გაწერილი დაგხვდება, რომ რომელ პროცესორსაც ვიყენებთ სიმულატორზე, მითითებული იქნება ეს ყველაფერი. ახლა გადავიდეთ, მოდი, აი აქეთ, ამ ნაწილში. User, core და main code. ეს არის, რომელიც შეიქმნა, ეს გავასუფთავოთ int main, ჩვენი დავწეროთ, თუნდაც აი ესეთი ჩვენი main ფუნქცია, ხო? მოდი, ან while ერთი უნდა დავწერო, ან return 0. რომ warning-ების გარეშე იყოს. აი აქ არის კიდევ ესეთი startup ფაილი, რომელიც ჩვენს წინა პროექტს არ აქვს. აქეთ რო გადმოვიდე, ეს ჩვენია ყველაფერი დაწერილი. ეხლა ის რომ ეს startup ფაილი გქონდეს, რა თქმა უნდა ამ პროექტში უნდა ვიმუშაოთ. აქ არის ის მისამართები, ის ფუნქციები, რომლებიც წვეტისთვის გვჭირდება ხოლმე და პირდაპირ აქედან შეგვიძლია ავიღოთ. ჩვენით, რა თქმა უნდა, ამის გაკეთებას ცალკე ცოდნა და რაღაც სჭირდება. მაგალითად არ ვიცი და პირდაპირ მზა იმას ვიყენებ ხოლმე. გადმოვიდეთ ახლა main code-ზე, ეს იყოს თუნდაც ესე დარჩენილი. აქ რაც გვჭირდება, მოდით ჩვენ შევქმნათ და გადმოვიტანოთ ჩვენი აქამდე დაწერილი mylib, ჩვენი აქამდე დაწერილი კოდები, mylib-ში ასევე შევქმნათ src, ასევე შევქმნათ include-ები. შევიდეთ include-ებზე და აქ დავამატოთ, მოდი, ეს პროექტი ხომ აქვს გახსნილი წესით. აი ეს არის. აქ მოდი შევქმნათ mylib და აქ გადმოვიტანოთ ჩვენი არსებული ფაილები. ეს ყველაფერი ასევე გვაქვს. ეს თუ ჩვენი ძველი პროექტია, გავხსნათ ოკეი, ხო, my driver-ში ხო, აი ესენი გადმოვიტანოთ. mylib-ში ჩავყაროთ, აი ეს ყველაფერი, აი ეს ჩვენი პროექტია. აქ ჩაგდებულია ეს ყველაფერი. ახლა დავაიმპორტოთ ეს ფაილები შესაბამის ადგილზე. include-ებში, add files. აქ mylib-დან ავარჩიოთ include-ები, მგონი include-ებზე ვარ ხო, მოვნიშნოთ ყველა და შემოვიტანოთ. აი აქ ჩახდა, source-ზეც იგივე გავაკეთოთ. და ეს ჩვენი ერთი source ფაილი გადმოვიტანოთ. ამის შემდეგ დავწეროთ ესეთი რაღაცა. პარამეტრები, მარჯვენა ღილაკით option მივუთითოთ, რომ ეს ფაილი იცნოს, ანუ მაგალითად ჩვენ ხო ესე ვაკეთებდით, რომ აი ეს რო შემოვიტანოთ, მოდი ვნახოთ ახლა ამ ეტაპისთვის იცნობს თუ არა. ანუ ეს ვერ იცნო, არ იცის სად არის, დიდი ალბათობით ვერ იპოვა ვერსად.
აი სადაც ეძება ისინია და ჩვენ მივუთითოთ, ნახე, ანუ ესენი აქ რატო ეძება, ახლა გეტყვით, ხო? აი option-ებში C++ compiler პროცესორებში, აი აქ არის სადაც ეძებს include directory-ებს. აქ დავამატოთ ჩვენთვის ეს ახალი mylib include ეს ჩვენი პროექტის დირექტორია mylib, რომელიც წაღან შეგვენი include-ები select folder. აქ მივუთითოთ არა თუ აბსოლუტური მისამართი, არამედ ეს ჩემი დირექტორიდან მაგალითად ავიდეს ერთით ზემოთ და შემდეგ. მოკლედ ეს თუ Linux-იან command line-ით იცით, მე მგონი მიხვდებით აქ რა იგულისხმება. აქ გადავიყვან, თუ არ იცით, ესე მივუთითეთ თქვენს. Okay. ახლა ხელახლა შევამოწმოთ ეს და ვნახოთ, აი error-ი აღარ გვაქვს და ეს ბიბლიოთეკა უკვე ცნობილია ყველასთვის. ახლა გავხსნათ, მოდი, ეს ჩვენი თავარი ფაილი და ჩვენ აქ რაც უნდა გავაკეთოთ, ჩვენ ახლა ვმუშაობთ ამ დირექტორიაში, რომელი ფაილიც არის. რა თქმა უნდა, თუ კი ამას შევცვლით, ის წინა აქ არ შეიძლება არაფერი, ხო? აი აქეთ არ შეიძლება არაფერი. ანუ ამიერიდან შეგვიძლია ამ დირექტორიიდან ვიხელმძღვანელოთ, აი ამ პროექტიდან. აქ რაც დაგვჭირდება, პირველ რიგში მოდი თქვენ დაგავალებთ define, აქ უნდა გავაკეთოთ exti, ასევე define sysconfig ფაილი define is მე მგონი ესე იყო. აი ამ პერიფერიალების მისამართები გადმოვიტანოთ, ხო? ანუ მოდი, აი როგორც აქ გვაქვს გაკეთებული, აი ესე მარტივად რომ ნახოთ, ერთ-ერთს მე გავაკეთებ და თქვენც იგივე უნდა გააკეთოთ, ხო? ეს define გავაკეთე, სადაც exti-ის გამოვიძახებ. ხო, აი აქეთ მოდი ეს აქ არ სწორად დავწერე define, ზოგადად დავწეროთ მოდი envic-ის მისამართი. exti აქეთ გვაქვს, ნახოთ, სად memory და არქიტექტურაზე გადავიდეთ, აქ მოვძებნოთ AHB-ზე არ გვაქვს. აი exti აქ მოვძებნე, ესე იგი APB-ს უნდა დავუმატოთ აი ეს რიცხვები. ხო? მოდი ამას დავაკოპირებ. ეს არის APB2 ბაზზე, ესე იგი APB2-ის მისამართს დავუმატოთ აი ეს მისამართი. X-ი არ გამოგჩეს. დანარჩენი მოდი თქვენც გააკეთეთ, ასევე მოგცემთ ესეთ დავალებას შემდეგ ვიდეომდე, რომ შექმენით, ნახეთ, მოდი exti-ის ესეთი რეგისტრების სტრუქტურა, ასევე შექმნით sysconfig-ის რეგისტრების სტრუქტურა. რაც შეეხება envic-ზეც, შეგიძლიათ envic-ზეც შექმნათ, თუ არა, გავაგრძელოთ. ესე იგი, ახლა მე ვიდეოს დავაპაუზებ. sysconfig-ზეც იგივე ვარიანტს გავწერ. მოდი, აი sysconfig-იც მოვძებნოთ, ესეც აქვე არის, ხო, APB2-ზე ყოფილა დაკავშირებული, სუსტად იგივენაირად უნდა გავწეროთ მისი მისამართი. აქ არ გვაქვს, როგორც გითხარით, envic-ი გვაქვს აქეთ. ესენი არის უკვე envic-ის მისამართი. და მოკლედ თუ გადმოიტანთ და გააკეთებთ, ამის შემდეგ სტრუქტურებიც უნდა გაწეროთ. ესე იგი, აქ ჩვენ გვაქვს GPIO-ს რეგისტრების სტრუქტურა და RCS-ის რეგისტრების სტრუქტურა. ნელ-ნელა შევავსოთ ჩვენი API driver. ახლა დაგემშვიდობებით შემდეგ ვიდეომდე.